პარტიას ციგნების ინდოეთიდან. ანუ გაამართლა მაშინ, რა ჩამოვიდა. სადღაც 1-20 ციგნი მაქვს გამოწერილი. რავი, სხვადასხვა რა არაფერით არ განსხვავდება ხარისხით რა. ანუ ზოგიერთი ინდურ ამაზონზე უფრო იაფია, ზოგი ამერიკულ ამაზონზე. ლაივში ვართ უკვე? კი, ლაივში ვართ. მოგესალმებით იოგას აკადემიის არხზე. ჩვენს ლაივშიც ამავდროულად ჩანაწერს YouTube არხზეც დავდებთ. ჩვენი ამბებით, ანუ იოგას აკადემიის. ხო, სიახლეებით. ეხლა ვსაუბრობდით ძაღლზე, ხო, რომელიც ჩვენი ძაღლი რა. მეგობარი ძაღლი, ჩანაცვლა მესაკუთრე ძაღლით, რომელმაც ცოტა ხნით ჩვენი კიბეები და ჩვენი შესასვლელი მიისაკუთრა. არ გვიშვებდა სტუდიაში, ვერ გამოვდიოდით და როგორც ჩანს რაღაც აწუხებდა. ხო, ანუ ჩვენ წლების განმავლობაში, ანუ ძალიან დიდი ხანია, წლების განმავლობაში ერთი ძაღლი ხო არის, რომელიც ჩვენთან არის. ტრელი პუტკუნა ძაღლი. დიახ, ვადასტურებ. და მეორე ძაღლი, რომელიც გამოჩნდა, როგორც ჩანს, ამ ძაღლმა გააგდო ეს ძაღლი. კი, იმიტომ რომ არ გამოჩენილა. ხო, და გაგვაგდო ჩვენც, ხო, ანუ ამასთანავე. ხო, და ანუ ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა, რომ ერთ-ერთ წევს უკბინა ხელზე. ნინა, მოგიკითხავთ, იმედია კარგად ხარ? ხო, ანუ ნახე თან უბრალოდ რა იყო ეს პირდაპირ კარებთან რო იწვა ხო ანუ არავის რო არ შიგნით არ გვიშვებდა ჩვენს არ გარეთ გასვლის საშუალებას არ გვაძლევდა არ ვიცი ეგონა რომ იოგას სახლი მისი სახლი იყო არ ვიცი გვიცავდა თუ ხო და ნინა უბრალოდ მოეფერა ხო ანუ აფერი რაღაცა მე ძალიან მიყვარს ძაღლებიო და მე სხვადასხვა რო გავედი მე ანუ ეს ქალი ვინც მაგასაც სულის და მე მგონი ცხებიც ანუ არ ვაჭმევ ეს არისო აგრესიული საერთოდ არ არისო და მეთქი ალბათ რაღაც მეჩვენება მეთქი და გავხედე ესე და გამომეკიდა რა და ანუ რაღაცა ძალიან გავასწარი რა ძილს ხო კიდე ერთმა წევრმა თქვა რომ მაგრამ ეხლა პატრონმა თუ ვიღაცამ წაიყვანა რომ სამკურნალო იყო და იმკურნალო როგორც ჩანს ხურზეც ის ჯერ გაუკეთეს რაღაცა ესა და მე მოკლედ დაამუშავეს ხო როგორც ჩანს რაღაც აწუხებდა და მოკლედ ჩვენი ცუგა დაბრუნდა ჯერჯერობით არა ყოველ დღე ველოდები ის სადაც ჩვენ ცუგა კი აქ არის ახლა არ შემხვედრია ეს ბოლო დღეებია თუმცა დაბრუნდება სავარაუდოდ ეგ ცუგა სადღაც მე მგონი 1-5 წელი არის მინიმუმ რა კი რაც ჩვენთან არის კი მახსოვს ფოტოებიც ჩვენ წევრებს ბევრი აქვთ გადაღებული ხო თუ შეკითხვები გექნებათ ან რაღაც თქვენი კომენტარები თუ გინდათ გაგვიზიარეთ ლაივში მაგრამ რაღაც თან გვინდოდა რომ ანუ ყველას უნდა რომ ეს ძაღლები ჩვენთან ერთად იყვნენ მაგრამ მე უსაფრთხო უნდა იყოს რა გარემო ხანდახან 9 საათი ველოდებოდით რომ გარედან რაღაცნაირად შემოსულიყვნენ ხო ანუ ხო და ჩვენც გავსულიყავით და მე ანუ ერთ-ერთი მეთოდი არისო ანუ ძმარს თუ დაასხამო ადგილზე არ წובה მაგრამ რო დავასხით შუა ძმარში ჩაწვათ თვითონ უპრობლემოდ ხო ანუ ეგ მეთოდით რაღაცნაირად არ გამართლებს რა ხო საჭმელიც რა გვერდზე კონდა მაგრამ ეხლა აღარ არის ანუ წაიყვანეს რა ხო ეხლა უმკურნალებენ და ხო სხვა სიახლეებთან დაკავშირებით რა შეგვიძლია რა ვთქვათ გიორგი მოზარდების ჯგუფთან დაკავშირებით გვაქვს სიახლე მინდა რომ ხო ანუ რაღაც ცალკე ჯგუფი გაკეთდეს ისეთი რომელიც ფოკუსირებული იქნება მოზარდებზე იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ვარჯიში მოზარდობის ასაკში გარდატეხის ასაკში როცა რაღაც ფსიქოლოგიური ანუ სტრესი მეტი აქვს და სამყაროს საკუთარი სხეულის შეცნობას იწყებენ ზოგადად ეს პროცესი ანუ შეიძლება შინაგანად ცოტა მტკივნეული იყოს ან რაღაც ადაპტაცია რაღაც გარემოსთან და ვარჯიში ფიზიკური ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანი არის მოზარდებისთვის და რაღაცნაირად მეც მინდა რომ რაღაც ფორმით ჩართული ვიყო ანუ ინტერაქცია მქონდეს და აი ეს მიმართულება რომ ეს ყველაფერი სწორად ვარჯიშები აითვისონ და მეორე მხრივ რომ რაღაცნაირად თვითონ გარემოში იგრძნონ თავი კომფორტულად რა. აი სოციალიზაციის მომენტით შეიძლება რომ ძალიან საინტერესო და სასიკეთო იყოს მათთვის მით უფრო ცალკე ჯგუფი თუ იქნება და ერთადერთი ასაკის და ერთი ინტერესების მქონე მიახლოებით ასე ვთქვათ მოზარდები თავს მოიყრიან შეიძლება რომ საინტერესო გამოცდილება იყოს მათთვისაც სოციალიზაციის კუთხით
არ ვიცი, მეგობრების. აი ესე გარემო უნდა იყოს, სადაც ფსიქოლოგიურად იგრძნობენ თავს კომფორტულად. რაღაცნაირად მამოტივირებელი იქნება, რაღაც განათლების მხრივაც, ანუ ესეთი გარემო, რომ რაღაცნაირად დაეხმარონ ამ გარდატეხის პერიოდში, ასე ვთქვათ, გადალახონ ის ქარტეხილები, რაც თან ახლავს ამ პერიოდს. კი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო. მე ვფიქრობ, რომ ეს დრო იყოს ალბათ 4-5 საათი. ხო, სკოლასთან ალბათ თავსებადი იქნება, ხო, ეგ დრო წესით. 1-2 წლის წინ მე გავაკეთე ჯგუფი ოღონდ ზაფხულში. ანუ დასვენების პერიოდში ძალიან, მაგრამ სხვადასხვა ეგ არის, რომ მაგ ასაკში შეიძლება სწავლის ხრივად დატვირთულები იყვნენ და ეგეც ცოტა რთულია რა, ანუ დაამთხევ, განსაკუთრებით თუ იმე რაღაც ბევრი. ხო, რამე წრეზეც ხო დადიან და ეს რაღაც. თუ ფიზიკური წრე არის, მაგას რა ჯობია, ხო, ანუ თუ სპორტი არის და რაღაცა და თუ მხოლოდ ესეთი საგნები არის, რაღაცა მარტო ფიზიკა, მათემატიკა და რაღაცა და აქტივობა არ არის, ხო, ანუ მაგ კი ეს გაამრავალფეროვნებს ყოველდღიურობას. ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ჩვენ ანუ ასევე ჩვენს ინსტრუქტორებსაც მივმართოთ, ვინც დაინტერესებულები არიან, რომ ამ პროცესში ჩაერთონ. ანუ ინტერაქცია კონდეთ ჩვენთან და რაღაცა მოზარდებთან, მუშაობასთან დაკავშირებით, ხო? კი, ანუ ნახე, ხო, აქ ხო რეალურად ეს არის, რომ ანუ ინტერაქციას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. აი, მიდგომას ალბათ, ხო, პროცესში, საგაკვეთილო პროცესში ამაგას გულისხმობ. კი, ხო, რაღაცნაირად აი წარმოედგინე, რომ გარემო არის, რომ ერთი მხრივ უნდა ქონდეს мотиваცია განვითარების, სხეულის პროგრესის ან ვარჯიშებში და რაღაცა, მაგრამ მეორე მხრივ შეჯიბრებითობა არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც რაღაც ფსიქოლოგიურ დათრგუნვასთან არის დაკავშირებული. დემოტივაციასთან. ხო, აი ძალიან ეს გამორიცხული არის. რათან სხეულის მიმართ გაუცხოებას შეიძლება გრძნობდეს, ადამიანი თვითშეფასება უყალიბდება. თქვათ აი როგორი ვარ, თქვათ ლამაზი ვარ თუ არა ვარ, თუ რას მიაქციოს ყურადღება არ იცის თავის თავში და მაგითო ამაზე ხდება დამოკიდებული და დიდ ენერგიას ხარჯავს უბრალოდ რომ რაღაცა ესე თქვა თავისი თვითშეფასება რაღაცნაირად ჩამოიღოს და აღმოაჩინოს. ხო, და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორი ის მიეცეს ასე თქვა ორიენტირები რა. ხელი ან ნახე რა მომენტია განაისრო თქვა მშობლები და ოჯახი არ აკეთებს. უბრალოდ მშობლებთან ხდება გაუცხოება. და რაც არ უნდა სწორი რაღაცა უთხრას მშობლებს. ანუ მე იმას არ გულისხმობ, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ, ანუ ამაზე საუბარი საჭირო არ არის. ეს უბრალოდ ანუ შინაგანად თვითონ ლაგდება რა, ანუ ის კი არა რომ დავშვეთ ჩვენ რაღაც ხო, რაღაც ხეულთან დამოკიდებულებებზე დაკავშირებით რაღაც ხო ეს ლექციო ფორმატით ხო? ხო, მაგრამ თვითონ აი პროცესში რო ერთვები, ანუ ეს პრაქტიკის პროცესში ხო. რა განწყობით ასწავლის მასწავლებელი რა. იმიტომ რომ მაგალითად არის რომ ვიღაცა ვიყვებოდა რომ ერთ-ერთ ტრენერთან ცეკვის თუ რაღაც რომ და აი აბა რაღაცა აი ეს მაგრა აკეთებს რაღაცას აი ეს რაღაცა თვითონ შემფასებლური არასწორი შედარებითი ხო ანუ ტრენერს ზოგიერთ ადამიანს აქვს ასე ვთქვათ არასწორი შემფასებლური დამოკიდებულება რა რაც უფრო ამძაფრებს ამ რაღაცეებს რა და ხო, ანუ იმ შინაგან წინააღმდეგობებს რაც შეიძლება იმ კონკრეტულ მომენტში მოზარდს კონდეს, ანუ თვითახქმის, ანუ სხეულთან დამოკიდებულების მომენტში. ანუ ალბათ ძალიან ფაქიზი და სათუთი უნდა იყოს ეს მიდგომა, ხო, რაღაც ისეთი, არ ვიცი, ზომიერი, ანუ ინსტრუქტორის კუთხით, ანუ ინსტრუქტორის თვალსაზრისით. ანუ თან არ იყოს ძალიან რუტინული ალბათ, ანუ ალბათ სახალისოც უნდა იყოს, ხო, გარკვეულწილად ეს საგაკვეთილო პროცესი. ხო, ანუ ყველაფერით ანუ ესენი ვთქვათ სერიოზული დასრული ადამიანები არიან, ანუ ეს ამასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რომ შენ როგორ მიუდგები, ასე ვთქვათ, რამდენად სერიოზულად შეხედა მათ აზრს, რამდენად ასე ვთქვათ გამოცდილებას თვითონ პროცესში. აი, ხო, ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანუ ადამიანმა იგრძნოს, რომ შენ მას როგორც უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანს, ანუ ისე აღიქო, მის აზრს პატივსცემ, ითვალისწინებ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ხო მე მგონია
ესე იგი ფიზიკურ აქტივობასთან და სპორტთან ერთად ეს ასპექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი რა. ხო და აი ესეთი რაღაც არის რა, მოკლედ თუ მოვახერხეთ ამისი და ახლა დავაანონსებთ, ანუ სადღაც ხო, დროებს უკვე უშუალოდ ჯგუფებს. კი, სამშაბათი, ხუთშაბათი, საღამოს 5-6-ზე შეიძლება ერთი დრო იყოს ან შაბათი კვირა და მოკლედ ნახავთ ჩვენს გვერდზე იოგა წერტილი.gym. მოკლედ ესეც მეგეთი თემაა. ესეც ერთი სიახლე გიორგი, კიდევ ჩვენ გვეწყება კურსი. იოგას პროფესიული კურსი, ინსტრუქტორთა კურსი. ეს არის უკვე მე-14 ნაკადი. ხო, სწორად ვამბობ. კი. დაიწყებენ ოქტომბრის დასაწყისში. საკმაოდ დიდი გამოხმაურება პოვა, როგორც წინა ნაკადში ეხლაც დაინტერესება არის მზარდი. უკვე ბევრია დარეგისტრირებული საკმაოდ და როგორი იქნება ახლა ეს პროცესი, ანუ რა სიახლეები იქნება, რომ ჩვენ ყოველ ნაკადში, ყოველ ახალმაში გვაქვს სიახლეები, გვაქვს რაღაც გაუმჯობესების ვარიაციები და ვისაუბროთ მაგაზე. ხო, ანუ ზოგადად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რა პროფესიაშიც არ უნდა ვიყოთ, საკუთარ თავზე მუშაობდეთ რა. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ანუ პროფესია პირველ რიგში არის ალბათ თვითგანვითარების საშუალება. და მართლაც ეგრე არ არის, რომ თქვა რაღაცა პროფესია ვიცი და რა უნდა შეიცვალოს, ხო? მეტი საშუალებები არის და მეტ მასალას ითვისებს რა ადამიანის twin-ი და აი მაგალითად ხო ჩვენ წინა ორ კურსზე გავაკეთეთ იოგას ანატომიის პრეზენტაციები, რაც იყო სიახლე წინა ნაკადებთან მიმართებით. რომ უკვე ამ ანატომიის პრეზენტაციებს კინეზიოლოგიური თვალსაზრისით ისინი თვითონ აკეთებდნენ და ამან ძალიან კარგი შედეგი მოგვცა რა. ეს ძალიან მაგარი იყო, იმიტომ რომ ერთი არის რო თქვა ლექციის სალექციო ფორმატში გადიოდნენ და ისმენდნენ და მეორეა, როდესაც თვითონ მუშაობდნენ ამაზე, თვითონ დამოუკიდებლად ამუშავებდნენ და რამდენადაც გაუზიარებიათ. აი ესეთი სახით მუშაობა, გარდა იმისა, რომ თქვა პრეზენტაციის უნარები და რაღაცას გამოსვლა და ეს ამბავი არის და ამაშიც გავარჯიშდნენ. აი უშუალოდ დამუშავების პროცესში ამ კუთხით, რომ ეს კინეზიოლოგიურად ამდენი ინფორმაცია, ამგვარი ვიზუალიზაცია და ესე აღქმა დაეხმარათ იმის გააზრებაში, რასაც სწავლობდნენ. ანუ ესეთი უკავშირი მიმიღია მე რამდენიმესგან. კი, ანუ თან ერთი რო აკეთებს პრეზენტაციას და ბევრი რაღაც მეორდება, ხო, ეს ანუ კუნთები და ანუ სახსრების მოქმედებები და ესენი ძალიან კარგი იყო რა. და ეს არის ფაქტობრივად, ანუ რეალურად თერაპიაც არის რა. სინამდვილეში ჩვენ რასაც თავაზობთ, ხო, ანუ იოგა ანატომიაზე დაფუძნებული ვარჯიშები, ეს არის იგივე სამკურნალო ვარჯიშები, თუნდაც ხერხემლის. ჩვენ უბრალოდ არ ვუწოდებთ ამას, ეს არ არის ჩვეულებრივი იოგა. იოგა არის ინსტრუმენტი, იოგას ასანები არის ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ადამიანი გამოჯამრთელდეს, ანუ ხერხემალი ტანდეგობის დარღვევით. გაჯანსაღდეს უფრო სხვადასხვა სისტემა. კი, აბსოლუტურად, აი ნებისმიერი თქვა ტერფის დარღვევით და ასე შემდეგ დაწყებული და ხო ამ პროცესებმა თან ბევრი რო არიან, ანუ გამეორებებიც ხდება და ეს კარგად უჯდება. მაგ მიმართულებით სიახლე ის არის, რომ ჩვენ მქონდა ვიდეო ლექციები, მე ილუსტრაციები მქონდა და თითოეული იმაზე რაღაც 100-ზე მეტი სლაიდი. ხანგრძლივი ლექციები საკმაოდ ისეთი ხარისხით. კი, ლექციები და ეს ყველაფერი ლაივში იყო და ჩანაწერები იყო და რა თქმა უნდა ქართულ ენაზე ანუ ტექსტები. ეხლა პირველად ვაკეთებ, რომ ვიდეო ილუსტრაციებით გავაკეთოთ ეს ყველაფერი რა. ანუ სპეციალური პროგრამის მეშვეობით, რომელიც არის სპეციალურად გათვლილი ამისთვის, რომ 3D მოდელირების საშუალება, ანუ შენ თვითონ შეგიძლია მოდელირება გააკეთო, ხო? და მან დაი ყველანაირი ეს ანუ სახსრების მოქმედებები, კუნთები და ეს ყველაფერი უფრო კარგად არის თვალსაჩინო არის რა. იმიტომ რომ ერთი არის რომ კი ილუსტრაციები ერთი არის, თქვა გინეკუნთების და რაღაცა, მაგრამ
3D მოდელირების კუთხით ეს მაგალითად აი რამდენად მარტივად არის მიკვლევადი მაგალითად კუნთების ჯგუფები აი რაღაც search-ი როგორ მოხდება ამაში ხო ანუ როგორ რომ აი იმიტომ რომ ხო ხშირად სხვადასხვა ასანაში ერთი და იგივე ჯგუფის კუნთები გვხდება ხო ან პირიქით ანუ რაღაც კონკრეტულ ასანაში ისეთი ჯგუფის კუნთი შეგხვდება რომელიც აი უცებ რო ორიენტირი ავიღოთ ანუ მარტივად მიკვლევადი არის ხო ალბათ რაღაც კი ანუ დაყოფილი არის ჯერ ასანების კატეგორიების მიხედვით მაგრამ მანამდე დაყოფილი არის ზოგადად ან სახსრების მიხედვით ან კუნთების მიხედვით ანუ სინამდვილეში ორგანიზმი როგორც თლიანობა ანუ საიდანაც არ უნდა მიუდგე ანუ რაღაც კავშირებში შედიხარ მაგალითად ჩვენ ჯერ სახსრებს გავდივართ და მერე კუნთებს ხო და თვითონ შეგიძლია სახსარზე ფოკუსირდე, სახსრების მოქმედებებზე ფოკუსირდე და იქიდან გახვიდე. და კუნთების სისტემაზე. შეგიძლია კუნთებიდან დავიდე. აი მაგის კითხვა მინდა და იმიტომ რომ იქ ხო აი კაბინეტის სახელმწიფოში ერთად არის ეს ცხრილებში განხილული ჯერ ხო და უკვე ერთად არის, მაგრამ აქ ამ მოდელირებაში ანუ თვითონ შეგიძლია რომ ასანა აიღო და აი კონკრეტულ ასანაშივეა ჩვენო ეს მოდელირება, ხო, ანუ რაც თვითონ პრაქტიკული სემინარის დროს ანუ ამ ყველაფერს ვერ დაინახა არ არის ხალხში ხო და მაგხრივ ანუ ეს ძალიან ლამაზად ძალიან ისეთი ფორმით არის ანუ აღქმას და ვიზუალიზაციის კუთხით უფრო გაამარტივებს ამ ანატომიის და კინეზიოლოგიის ნაწილს კი ანუ ასევე ნუ ის არის რომ რაღაც მასალები ანუ დამოუკიდებელი მუშაობისთვის ექნებათ ანუ ვთქვათ ის ლექციები რაც არის ხო, ანუ დასწრებაზე არის ჩვენთან, ანუ ესე რომ განსაზღვრული რაოდენობა არის მინიმალური, რასაც უნდა დაესწრონ. რომ ეს იყოს, რომ კურსი გავიარე და არა გამოვიარე. ხო, ანუ ეს კურსზე გამოვიარე. ანუ ეს სისტემაც ძალიან კარგად გვაქვს, ანუ აღრიც ჩაშენებული, ზაინჩი, თეა, ყველაფერი აქ არის. ანუ პირდაპირ შეძლება რომ მოსვლის დროს, ასე ვთქვათ, დააფიქსირონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმით დასწრება. ეს ძალიან კარგი იქნება. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის კი. ხო, და აი ეგ არის, ანუ რაღაცნაირად თვითონ უფრო კომფორტულიც არის, ანუ ნახე, ჩვენ ის რაც აუცილებელი არის ერთი მხრივ ის ნაწილი უფრო აქტუალური არის, ხო, ანუ იქ თქვა დასწრება, რასაც უშუალოდ უნდა იყვნენ ჩართულები. ანუ ერთიანი აქ რაღაც საკლასო სამუშაოს კუთხით, ანუ სემინარები, ეს ასანები და რაღაცები გააკეთონ და მეორე მხრივ ასევე შესაძლებელი აქვს, რომ ძალიან მაღალი ხარისხით იქ სადაც მარტო სტატიკურად ვთქვათ ლექციის ფორმატში უხსნიან, ვთქვათ ლაივ რეჟიმში უხურონ, ხო? ანუ თუ მაგალითად ლექციას ვკითხულობთ, ანუ ისევე გამოვიყურებით, ანუ აქაც როგორც ანუ დიდი განსხვავება არ არის, ანუ მაგ მხრივ ძალიან კომფორტულია, ვთქვათ, უნდა გადაახვევენ და ხო, მაგრამ აი სიახლე ზუსტად ეგ რაც აი ვიდეოს თვალსაზრისით, ანუ ერთობლივად მუშაობა იქ არის ალბათ პროცესში დააპაუზებენ, რაღაც ჩაუღრმავდები, რაღაც უფრო ისე დაამუშავებენ ამ ანატომიის და კინეზიოლოგიის ნაწილს ეს ვიდეო ანიმაციები ძალიან კარგი იქნება ჩემი აზრით, იმიტომ რომ ჩვენი სტუდენტები, წინა კურსის სტუდენტები ამ რაღაც ვიდეო ანიმაციებს ზოგიერთი იყენებდა კიდევაც თავიანთ პრეზენტაციებში ვიზუალიზაციის დროს, ხო? მახსოვს და ეგ ამარტივებდა აი მაგალითად სახსრების მოქმედებების აღქმას, იმიტომ რომ ზოგიერთი ესე ძალიან ისე არის ცოტა რთული სიღრმისეულად რო აღიქვა რა მოქმედებაზეა ზუსტად საუბარი. ხო, ეს ხო ტექნიკური თვალსაზრისით. ეხლა მეორე მხარე, ანუ ჩვენ ისედაც გქონდა რომ ის ადამიანი თქვა ვინც მოდის და თქვა ან ინსტრუქტორობას გეგმავს, ან უბრალოდ თქვა უნდა რომ თქვა ღრმაცოდნა შეიძინოს, ხო? ეხლა გვაქვს ისე რომ მეტი საშუალება გვაქვს რომ უშუალოდ ჩართული იყოს ინსტრუქტორების პოზიციაზე, ანუ ასისტენტის რა, ანუ თვითონ გაგვეთილ სემინარის ფორმატი უნდა იყოს ეგეთ რანგში, რომ ანუ თვითონ იმავე გაკვეთილზე, თქვა, რამდენიმე იმასწავლებლებს, ანუ ინდივიდუალურად. ანუ პრაქტიკულ უნარებს იქვე განავითარებენ და დააგროვებენ. ხო, დაყოფილი ქონდა, ხო, ცალკე თქვა, ატარებს გაკვეთილს. აქ შეიძლება რომ ეგრევე როლები თავიდანვე გავინაწილოთ, ხო რა. ხო, და უფრო მრავალჯერადი საშუალება ექნებათ, ხო, ამ ანუ პრაქტიკულ უნარებზე მუშაობის. ეგ საინტერესო, უფრო
ის იქნება მარტივად გაითავისებენ ჩემი აზრით. ხო, გარდა ამისა ხო არის კიდე რაღაც დეტალები, რაც თქვათ უშუალოდ კურსზე რასაც გავაცნობთ და მეორე ნაწილი არის ანუ ფილოსოფიის ნაწილი, ხო. ადრე მაგალითად სულ წლების წინ ხალხს საერთოდ ეგეთი შეკითხვა ჰქონდა, რომ აქ ფილოსოფიაც არისო? ანუ იოგა ვერ აღიქვამდნენ როგორც რაღაცა ისეთი, სადაც აზროვნებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ანუ ეს ეგონა თუ ტვინი გათიშე და რაღაცა უბრალოდ გააკეთე და ეგრე მე თანდათანობით ეს ტენდენცია მზარდია, ხო, უკვე. ხო, ჩვენ გარემოში კი, ანუ ჩვენგან აქვს მოლოდინი, რომ მოდიან, ანუ ისინი იღებენ არა მარტო ტანვარჯიშს, აი მე ვისაუბროთ მაგაზე, რამდენად ეგ სინამდვილეში იოგა არის და რა არის სინამდვილეში იოგა, არამედ განათლებას იღებენ ისტორიული თვალსაზრისით, ისტორიული წყაროების თვალსაზრისით, აი ვთქვათ ჰუმანიტარული საგნების კუთხით, რომ რა არის ანუ იოგა, საიდან მოდის, რა გარემოში, რომელ ტრადიციებთან ქონდა შეხება, რომელთან მეგობრობდა, რომელთან კარგად ვერ იყო რაღაც წესებადი. ხო. ანუ ეს ყველაფერი იქნება ინსტრუქტორთა კურსის, აი ამ ფილოსოფიურ მოდულში, ხო, ინტენსიურად. ეხლა უფრო ინტენსიურად, ანუ წინა კურსი ქონდა, სადღაც 50 საათი ქონდათ იოგას ფილოსოფიის. მაგრამ და ჩვენი მიმოხილვა ესე იყო, რომ ამ 50 საათში, მან შედიოდა თქვა ეთიკაც და თქვა ისტორიაც, მაგრამ ფილოსოფიის ირგვლივ იყო, ანუ რეალურად იმდენად ბევრი თემა იყო, რომ რაღაც თემებს საკმაოდ გადავახტით რა. ახლა წინა ჯგუფებთან შედარებით, რა თქმა უნდა, ეგ ძალიან წინსვლა იყო, მეტად დამუშავება იყო იოგას ფილოსოფიის რა. მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ შეიძლება რაოდენობრივად ვთქვათ ან 16 შეხვედრა იყოს, ან შეიძლება 24, ანუ უბრალოდ 50 საათი ან 75 საათი შეიძლება მაგას დაეთმოს, ანუ პრაქტიკულ დავალებებსაც, ხო? თვითონ სტატიაც უნდა გააკეთონ, ხო? ანუ იოგას ფილოსოფიაზე დაფუძნებით. ვფიქრობ, რომ უფრო რაღაცნაირად დაყოფილი იქნება და ორიენტირებული იქნება რაღაცნაირად ტრანსფორმაციაზე. აი მაგალითად, ხო? აი მაგალითად ძალიან ტრანსფორმაციული არის იმის გააზრება, რომ ცოდნა დაკავშირებული არის ასევე ტკივილთან. მაგალითად, რაც უფრო ვაცნობიერებთ რაღაცებს, მით უფრო ტკივილის, შინაგანი ტკივილი ქრება. ანუ ზოგიერთი ამ ორ რაღაცას ვერ აკავშირებს, ხო? და ანუ იოგას ფილოსოფიას რო კითხულობენ, ისინი ფიქრობენ, რომ ეს შეცდომა არის, რომ მაგალითად აგრესია არის უმეცრება. ანუ რაღაცნაირად გაიგივებული არის რა. აგრესიული ტვინი არის ტვინი, რომელიც არის ნაკლებ გაცნობიერებულობის მდგომარეობაში და ვიღაცამ ხო შეიძლება თქვას, რომ მე გაცნობიერებულად მაქვს აგრესია, ხო? და იოგას თეორიას ეფუძნება მაგას, რომ ეგ შეუძლებელი არის. და გაცნობიერებულობა, ასე ვთქვათ, ან ცოდნა, არა ცოდნა ისეთი, რომ ვთქვათ, წიგნები წავიკითხე მხოლოდ და სადღაც იქ არის ცოდნა. არამედ ცოცხალი ცოდნა, რომელიც აი თან დამყვება, ანუ პროცესუალური ცოდნა. სინამდვილეში ეს არის, ანუ იოგაში ღირებული ცოდნა, ოპერატიული ცოდნა. ეგ გაიგივებული არის სწორედაც უმეცრებასთან და უმეცრების სახეობა არის უგუნურების უბრალოდ. სახეობა არის ესეთი რაღაც, რაც არის მიჯაჭვულობა და ესეთი რაღაცა, როგორც არის აგრესია, დავშვათ ან ესეთი გზნობები, თქვათ, შურის გზნობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, ანუ შეიძლება რომ აი მაგალითად, თქვათ, ესეთი გზნობები გამოვლინდეს, თქვათ, უბრალოდ სოციალურ ქსელში, თქვათ, ვიღაცა უყურებს ვიღაცის ცხოვრებას და თქვათ შურს, ხო, რაღაცნაირად ან რაღაცა ეჩვენება რა უსამართლო არის რაღაცა ნეგატიური ის აქვს რა. და ამიტომ ვერ ამჟღავნებს მიმღებლობას ამ რაღაც. ხო, ან შეიძლება რა იყოს ეგრე, მაგრამ ის გზნობა ანადგურებს მას რა. ანუ არ შეუძლია ასეთი რაღაც. ან მაგალითად არის თქვათ ადამიანი, რომელიც კარგად არის მაშინ, როცა სხვა არის ცუდად. ხო, ანუ შეფარდებითი რაღაცა რა. ამიტომ ეს არის ძალიან პრაქტიკული რაღაცეები. იოგას აქვს თავისი კონკრეტული ფსიქოლოგია. ეხლა ბარემ დავანონსოთ, რომ ჩვენ ხვალინდელ პოდკასტში სტუმრად გვეყოლება ფსიქოთერაპევტი, ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპევტი, ანუ ვახტანგ გომელაური და
მასთან ერთად ვისაუბრებთ ანუ კავშირს ბუდიზმსა და იოგას შორის, მაგრამ ეს ან ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც არის რა, რომ ამ ყველაფერს კონდეს არა მხოლოდ თეორიული, ეს არის რაღაც ისეთი ცოდნა, რომ წარსულში არის დარჩა და დღეს ანუ არ იყოს აქტუალური რა. ხო, ანუ რაღაც ამ ცოდნის გაცოცხლება შეიძლება მოხდეს ანუ ინდივიდში. ეს შეიძლება იყოს ტრანსფორმაციული, ხო? ანუ ამ თვალსაზრისით რო შევხედოთ. ხო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. ხო, იქ არის მაგალითად კრია იოგას თემა, რომ კრია იოგა სინამდვილეში არავითარ კავშირში არ არის რაღაცა ჟანგბადის ათვისებასთან და რაღაცა გაწმენდასთან ორგანიზება. ხო, ეს უბრალოდ ბევრი ესახელები დაერქვა შემდგომ. ეს არის გაცნობიერებული ცხოვრების გაცნობიერებული ცხოვრების იოგა, ასე ვთქვათ რა. და მთავარი თემა მან არის ანუ მიუჯაჭველობის სწორი მიუჯაჭველობის განვითარება. ასევე აქ უხსნით, რომ რით განსხვავდება რეპრესია, ანუ ჩვენ აზრების რეპრესირებას ვახდენთ, მაგალითად ვიღაცა ამბობს, რომ თქვა და იმე აზრებს ვაჩერებ, ან რაღაცა ამას ვცდილობ, რომ აზრების გარეშე დავაკვირდე რაღაცებს. ხო, ესეც აზრების დახშობის საშუალება არის, ფორმა არის და ესეც შეიძლება ზოგჯერ რეპრესიაც იყოს, ზოგჯერ საპრესიაც იყოს, ან ჩახშობა, ან განდევნის ასე ვთქვათ, რაღაცა დაბლოკვის საშუალება, ან ინჰიბირება, ასე ვთქვათ, ფსიქოანალიტიკური ტერმინები რო გამოვიყენოთ, მაგრამ განათლება თვითონ იმ ტექსტებზე, რასაც მუშაობთ, გეუბნება იმას, რომ იოგა არ არის მიმართული იმაზე, რომ აზრების ჩახშობა მოხდეს. იოგა სხვა გზით აკეთებს ამ ყველაფერს და ის თარგმანები, რომელიც არის ფილოლოგიური ანალიზი, აი წინა ლექციაში ვაჩვენა, რომ ეს არის არასწორი თარგმანი, რომელიც აი თითქოს აქეთკენ მოუწოდებს, რომ ანუ საჭირო არის აზრების ან ჩახშობა და თუნდაც ხო, ან რაღაცა უნდა გაუკეთო ამ აზრებს რა. ეს სხვანაირად კეთდება და ამიტომ ეს ანუ ძალიან მნიშვნელოვანი არის, სხვადასხვა ეს შენიშვნები ძალიან დიდი ხანით არ არის, რაც თანამედროვე მსოფლიო გაიაზრა, რომ ეს თარგმანებში მაგალითად გერმანელებმა თარგმნეს თავის დროს ცოტა არასწორად და ობერჰამერისა და ფლაუნვალენის, ანუ ეს ინდოლოგების ხო დასავლეთში ვინ გავცელებ, იმიტომ რომ ეს სანსკრიტი ინდოელებმა რო დაივიწყეს, ანუ მათ არ ქონდათ სერიოზული კვლევები უკვე ამასთან დაკავშირებით და რაღაცნაირად ეს არის როგორც უხდები ეს აქტუალურად ანუ აქტუალურად ხდება კვლევა ამ თემების აკადემიურ წრეებში, ანუ ხდება დიდი დაინტერესება სადოქტოროს. მაგალითად ჩვენს კურსზე რო იყო ნინო ქილარჯიანი არის ბუდიზმის მიმართულებით სადოქტოროზე მუშაობს ჩვენ მოწვეული ლექტორი და ეს ძალიან მაგარი პროცესები არის, იმიტომ რომ ან ცოცხალი პროცესებია, მიმდინარე პროცესებია და მახსოვს გქონი შენ ერთ პოსტში დაწერე, რომ რაღაც ანუ იოგას არსის შესახებ შეიძლება გადახედვა მოხდეს, ხო ზოგადად და ანუ რაღაც საერთოდ განსხვავებული დარჩეს ზედაპირზე დღევანდელი აკადემიური კვლევების მიხედვით, ხო? აი ზუსტად იმ თემაზე რა არის, ანუ სინამდვილეში იოგა, ანუ რას ეხება, რამდენად არის ეს ტანვარჯიში, როგორ შეიძლება რომ რაღაც ესეთი არსებით და შინაარსობრივი გამოვიდეს ამ ყველაფრიდან. არა მარტო თვითონ ასანების მიმართაც ხდება გადახედვა. ხო, აი ეს ძალიან საინტერესოა, რომ ეს ყველაფერი ცოცხალია და ახალი ინფორმაციები. აი მაგალითს გეტყვი, ახლა ეს რატო თქვი, რომ ანუ ეს ისეთი ნიუანსებია, რომლითაც მდიდრდება ჩვენი კურსი მთლიანობაში რა. და მე ახლა თან ვაცხადებთ, რომ ჩვენ პარალელურად გვაქვს კურსი არა იოგას ინსტრუქტორებისთვის, არამედ იოგას ფილოსოფიის ხო და ტრანსფორმაციული კურსი, ცალკე 18 ოქტომბრიდან ამ კურსაც ვაანონსებთ, ანუ ვინც ამით დაინტერესდება შეუძლია რომ დაგვიკავშირდეს. აი მაგალითი რო ავიღოთ, ხო? ჯერთი სანამ ფილოლოგიურ ანალიზს გავაკეთებთ, ანუ მაგიტომ მნიშვნელოვანია სანსკრიტზე მუშაობა რა. ესე იგი ფილოლოგიურმა ანალიზმა უბრალოდ დაადასტურა ის, რასაც მე თვითონ პრაქტიკულადაც ვხედავდი და დიდ სურათშიც ვხედავდი, როდესაც იოგას ტექსტებს ვითხოვობდი, რომ აი რა არის სწორი მიდგომა ინტელექტუალობას, რა ადგილი აქვს იოგაში და ხო, უბრალოდ ფილოლოგიური ანალიზი ადასტურებს. ფილოლოგიური ანალიზი ყოველთვის არ არის სწორი. აი მაგალითს გეტყვი. აი დონალდ ლოპესის არის ერთი წიგნი, იკვლევდნენ, ანუ საერთოდ შუა საუკუნეების მერე, როცა ხალხი უკვე დაიწყო ევროპელმა მოგზაურებმა, მისიონერებმა, თქვა ტიბეტის კვლევა,
იქ არის ყველაზე გავრცელებული მანტრა ომ მანე პადმე ჰუმ. და საუკუნეების განმავლობაში იყო ვერსიები საერთოდ რას ნიშნავს ეს მანტრა. და მაგალითად გრამატიკულად ხო პადმა ხო ლოტოს ნიშნავს ხო? პადმე ნიშნავს ლოტოსში. პადმე ლოკატივი არის ხო? ხო, პადმე. და შესაბამისად, ფილოლოგებმა გააკეთეს ეგეთი ანალიზი, მაგრამ ამ შემთხვევაში ფილოლოგები შეცდნენ. იმიტომ რომ ყოველთვის ტექსტების კითხვა არ არის უპირატესად ფილოლოგიური, ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია არ არის ხოლმე ყველაზე უფრო სწორი. და ეს შემდგომ უკვე ნათელი მოეფინა ეს ჩინური გავლენით, ასე ვთქვათ, რომ შევიდა ეს, ასე ვთქვათ, ავალოკიტეშვარას, ასე ვთქვათ, ბოდჰისატვასთან დაკავშირებული ატრიბუცია მერე გაიშიფრა. ხანდახან პრაქტიკოსი უფრო მეტად ხდება ინტუიციურად და ანალოგიურად ნახე სწორი ვერსია ვის კონდა, იცი? კათოლიკე ბერს, რომელიც იქ შევიდა და ინტუიციურად მიხვდა ეგ მანტრა რას ნიშნავდა რა. და მერე ვითომ სამეცნიერო ანალიზი რო წავიდა, მათმა რაღაც გრამატიკულად სხვა მიმართულება აიღეს. მე იმის გამინდა რომ ყოველთვის არ ნიშნავს სამეცნიერო ანალიზი რომ სწორი არის ან ფილოლოგიური, მაგრამ ერთად ესენი ერთმანეთს ამოწმებენ რა. და ერთ ნიუანსაც აღნიშნავ რომ მაგალითად ასანა ხო კამინოსაც ასე აქვს და კამინომაც მთელ მსოფლიომ ასე აიღო ედვინ ბრაიანტმაც რომ ასანა არის განსაზღვრული ესე რომ ის რაც მდგრადი და კომფორტულია. ხო? და რას ნიშნავს რომ როდის ითვლება რომ შენ იოგურ ასანას აკეთებ? როდესაც შენ სტაბილიზაციას აღწევ რომელიმე პოზაში და მდგრადად ხარ და ამავდროულად მსუბუქად ხარ. ხო? აი ეგ იყო განსაზღვრება, ხო? ეს არის მეორე თავის 46-ე სუტრა იოგა შასტრიდან, ხო? მაგრამ ფილოლოგიური ანალიზი რას გვეჩვენებს, ნახე? რომ ეგ სუტრა 46 და 47 უნდა იქნას საკითხული ერთად, ეს არის ერთი გადაბმული წინადადება. ხო. და ესე კი არ იკითხება, რომ მაგალითად ასანა არის მდგრადი და კომფორტული პოზიცია. არამედ იკითხება მდგრადი და კომფორტული პოზიცია, მერე არის ფაში ანუ კომენტარი, სადაც წერია მიიღწევა და შემდგომ არის ძალისხმევის ბოდუნებით და უსასრულობაზე მედიტირებით. პოზა ხდება ასეთი, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ პოზის დეფინიცია არის მოცემული. უბრალოდ პოზას ეს ასპექტები შეემატება. მახასიათებელი, ხო? ეგ კი არ არის, ასე ვთქვათ, აუცილებელი ასპექტი და რაღაცნაირად მაგის გარეშე არ ითვლება, რომ ის პოზა არის ასანა, ხო? და ამიტომ ესეთი ნიუანსები, ცვლის თვითონ განსაზღვრებებს რა, საერთოდ რა არის ასანა, ასანას დანიშნულება რა არის და მოკლედ ეს რაში გვეხმარება, ნიუანსური აზროვნება, ხო? რატო არის ესე დაწერილი და ასე ვთქვათ კომენტარებით გვეხმარება ჩვენ რომ ჩვენ თვითონაც ვიყოთ ნიუანსურები და ნიუანსური ნიშნავს რომ შენ უფრო მეტად აცნობიერებ რაღაც დეტალებს რაც მერე გავლენას ახდენს შენს ცხოვრებაზე იმიტომ რომ მერე შენ ეს უნდა გააკეთო და შენ თუ თეორიულად ან ნიუანსობრივად რაღაც არასწორად გაიგე იმიტომ რომ ერთმანეთს შეიძლება გავდეს აი აზრების რეპრესია, საპრესია, ინჰიბაცია დაკვირვება რაღაცა გადაკვეთის წერტილები აქვს და დაკვირვების კიდე ვარიანტებიც არის, ხო, გრადაციები არის, სხვადასხვანაირად შეიძლება იყოს გაგებული. და მერე სიღრმეში რო შედიხარ, ამას რო აქცევ ყურადღებას, შენ თვითონ უფრო ნიუანსური ხდები, შენი ცნობიერება უფრო მახვილია და შედიხარ რაღაც სიღრმეებში. და ალბათ უფრო გიმარტივდება, სახელდება, ხო? არ არის რაღაც ცნებები ერთმანეთში ძალიან არეო, უფრო მეტ კონკრეტიკას აღწევ ალბათ, ხო? როცა ამ რაღაც სიღრმეში შედიხარ, უფრო ზუსტად შეგიძლია განასხვაო რაღაცეები ერთმანეთისგან და პრაქტიკულად ეს თუ უნდა გადმოვიტანოთ და ტრანსფორმაციულად ჩვენს ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში ასე ვთქვათ განვავითაროთ, მაგას მნიშვნელობა აქვს, რომ ზუსტად გვესმოდეს, ხო, სახელდებით, რაზე ვამბობთ, რომ ეს გავიგე თუ არ ვიცი ვერ გავიგე თუ რაში მოვიაზრებთ, ეს მნიშვნელოვანი არის, რომ არ იყოს აღრევა ამ ყველაფერში. აი როგორც თვითონ მუსიკაში პატარა ნიუანსები რო იცვლება, ხო? არ ვიცი, კინო მხატვრობაში, კინოში ის პატარა ნიუანსები სიამოვნებაში, ხო, აჩვენებს შენ რამდენად ღრმად იყურები. იმიტომ რომ გარედან რო შეხედო, ხო,
დავუშვათ აი ისიც მწვანეა, ესეც მწვანეა და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ რო შედიხარ მე შენთვის უკვე არსებითი მნიშვნელობა არის, იმიტომ რომ შენ გიყალიბდება, ასე ვთქვათ, რაღაცნაირი თქოს გემოვნება, ანუ რაღაცნაირად აღქმის უნარი გაქვს და ეს შენთვის არსებითი არის. განასხვავებ რაღაც რაც მანამდე განუსხვავებელი იყო შენთვის ერთმანეთისგან, შეიძლება ანუ განასხვავო და იპოვო, ანუ გამოარჩიო ერთმანეთისგან რაღაც ორი მთელიდან. აი მე კიდე ერთ სუტრას შეგახსენებ. ეს არის მეორე თავის ბოლო სუტრა, სადაც საუბარია რას ნიშნავს პრატიაჰარა. პრატიაჰარა, ანუ ეს არის გრძნობების კონტროლი. ხო, და იქვე თვითონ არის ჩამოთვლილი ვერსიები, რას ნიშნავს. და ძალიან დიდი განსხვავება არის სინამდვილეში რას აკეთებ. აი რას ირჩევ რა და მე ვიცი რომ ბევრი ანუ ამას ვინც რასაც აკეთებენ არასწორად ესმით ასე თქვა რა კონტექსტიდან არ ამოგლეჯილათ ან რაღაცა ზუსტად არ მახსოვს ხო მანდ არის ანუ ვარიანტები და ანუ რა თქვა ჩვენ როგორ ვამყარებთ გრძნობად ობიექტებთან ურთიერთობას ხო და ეს გრძნობადი ობიექტი ესმით როგორ იცით რომ თითქოს აი სადღაც გარეთ ხმა არის და ეს ახდენს თუ არა ჩემი ხმის სმენის აპარატზე გავლენა. ანუ ტვინის ამ ნაწილზე გავლენას. ან მხედველობის თვალსაზრისით, მაგრამ სინამდვილეში ანუ ეგ არის ძალიან ზედაპირული აღქმა და საუბარი არის გრძნობის ობიექტი უპირველეს ყოვლისა არის ის სამყაროსეული საგნები, რომლისკენაც ჩვენ ვისწრაფით. მაგალითად, ვიღაცას ოცნებათ, რომ თქვათ რაღაცა განსაკუთრებული მანქანა ყავდეს, ან თქვათ აი ეს ადამიანი მოწონს და ამ ადამიანთან უნდა იყოს და ასე შემდეგ. თავის გაიგივების ანუ რაღაცასთან ხო. ანუ მასში ენერგეტიკული ინვესტიციის ჩადება და აქედან გამომდინარე, შემდგომ უკვე ეს არასწორი პროცესების ანუ წარმართვა. და მან სინამდვილეში ანუ ის რასაც ტრენინგს ატარებენ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რომ შენ მაგალითად ხმაური არის და ჩემზე არ მოქმედებს, რა კარგია. ანუ ეს ამას არავითარი არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. აქ საუბარი არის ცხოვრებისეულ, აი იმ ასე ვთქვათ, ამ ქვეყნიურ და მათ შორის შეიძლება რაღაც გაგებით წარმოსახვით იმ ქვეყნიურ რაღაცეებზე, რისკენაც ჩვენ ვისწრაფვით და აი იმაში ვდებთ, რომ იმაში არის რაღაც ჩვენი ბედნიერება. ხო, საზრისებზე არის საუბარი. საზრისები, რომელსაც ჩვენ ვირჩევთ და მასში ვდებთ და შემდგომ მათთან ინტერაქციით განვიცდით ან სიამოვნებას, ან ტკივილს. ხო, ამიტომ იქ თვითონ სხვა კონსტრუქციაზე არის საუბარი და ანუ ძალიან ასე ვთქვათ, მახვილი და მახვილი თვალის ასე ვთქვათ, დაკვირვება არის საჭირო, რომ ხო, აი ეს კურსი მაგალითად აი სადაც მსგავსი საკითხები იქნება განხილული, ხა ეს ახალი რომელიც იქნება, დაახლოებით რამდენ ხნიანი შეიძლება რომ იყოს. აი ფილოსოფია და მედიტაცია, აი ცალკე რომელიც იქნება. 75 საათი იქნება დაახლოებით რა, 40 საათიდან ჯამში, ნუ მასში იგულისხმება დამოუკიდებელი სამუშაოებიც რა. ხო, ეგ არის ანუ ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, ანუ ესე იგი იოგას ფსიქოლოგიის, ხო, იოგას განსაკუთრებით იოგას ფსიქოლოგიის თვალსაზრისით და ასევე ინტელექტის როლის თვალსაზრისით იოგაში. იმიტომ რომ ეს მართლა ასე ვთქვათ, ვინც არ იცნობს იოგას, აი როცა შეყურებს უბრალოდ ტანვარჯიშს, ვერც წარმოიდგენს, რომ ამ ყველაფერს აქვს კავშირი ენის თეორიებთან. ენა მაგალითად რა განაპირობებს გამოცდილებას. შესაძლებელია თუ არა, რომ ენის გარეშე ადამიანმა გამოცდილება მიიღოს, ხო? ინდოეთში არის სხვადასხვა სკოლები, რომლებსაც სხვადასხვა ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაწრეები აქვთ, ხო? ჯერ აქ საინტერესო ის არის, რომ ისინი ამ თემაზე საერთოდ ფიქრობდნენ. ანუ თუნდაც წერდნენ, ხო, წერდნენ კიდეც, ხო? ხო, ეს ხო ანუ ისინი წერდნენ, თუ წერდნენ, ხო? ანუ რავი, მართალია მალ-მალე უფუჭდებოდათ, ანუ კლიმატის, ანუ ნესტის და მწერების და ასე შემდეგ. ხელნაწერები ნესტიან კლიმატში დაახლოებით 200-300 წელი ძლებდა, მაგრამ არის გადაწერა ხდებოდა, ხო? და ეგრე მოაღწიეს საუკუნეების განმავლობაში, ხო? კი, არის მაგალითად ტექსტები, რომელიც შეიძლება მე-11 საუკუნის ტექსტიც იყოს რა. რაღაცნაირად ანუ მშრალ ჰავაში რაღაც ეგეთი იმაში. გადარჩა. ხო, ანუ ეგრე შენახული, მაგრამ ეს არის ძალიან ღრმა და ნუ მოკლედ
საინტერესო არის ასევე ერთი ნაწილი კიდე არის ინდური კოსმოლოგია, კოსმოგრაფია. რაც კავშირში არის მითოლოგიასთან და კავშირში არის ასტრონომიასთან, ბერძნების ასე ვთქვათ, მიერ შეტანილ ცოდნასთან, თანავარსკვლავედების შესახებ. ანუ ეს მითოლოგია უბრალოდ მითოლოგია კი არ არის, აი რაღაცა არსებობს მთა ოლიმპო და რაღაცა, ამას რაღაცა მეცნიერული იმდროინდელი მეცნიერული საფუძვლები აქვს, ხო მე კი არ ვამბობ, რომ ის დღევანდელი მეცნიერება და ის ერთი და იგივე არის. არამედ ისინი ჰაერზე კი არ აკეთებდნენ ამას. ხო, იმ პერიოდისთვის, ანუ მეცნიერული მოსაზრებებს დაფუძნებით, ანუ მაგას ამბობ. კი, იმ დროს რა, ასე ვთქვათ, რა ცოდნაც არსებობდა ასტრონომიული, რა ცოდნაც არსებობდა, ანუ ეს საინტერესო არის, რომ ამაზე არის დაფუძნებული აი ეს ცების სისტემა, ჯოჯოხეთის სისტემა, სამყაროების, ხო, სამყაროების სისტემა, ან ლოკა ქვია, ხო, ლოკაცია, აქედან მოდის, ხო, ინგლისურ სანსკრიტულიდან, ანუ ეს location. ხო, ამიტომ ეს კიდე მითოლოგია და კოსმოგრაფია კავშირში არის მედიტაციასთან. მედიტაციის საფეხურები ინდურ ტრადიციაში, ბუდიზმშიც და იოგაშიც შეესაბამება სამყაროების დონეებს. და აქ პირდაპირ ანუ ღიად ჩანს, რომ ანუ მედიტაცია როგორ არის, ასე ვთქვათ, დაკავშირებული კოსმოლოგიასთან, ეს თავის მხრივ მითოლოგიასთან, ის ასტრონომიასთან და აი რამდენად ეს მართლა დევიდ გორდონ ვაიტი როგორც ამბობს, არის ყველაფრის თეორია. და პლუს ფსიქოლოგიასთან, ხო? ძალიან საინტერესო რაღაც არის. აი ანუ სისტემატიზაციით ესე იგი გამოირჩევა ხო ეგრეა რეალურად, ანუ მთელი ამ ცოდნების სისტემატიზაციას ხვდებით ხო ჩვენ ამ ყველაფერში, ანუ რამდენადაც ბევრი სკოლა არსებობს და შეიძლება ურთიერთგავლენები არის და რაღაც, ანუ მაინც რაღაცის მოხელთებას და სისტემატიზაციას ცდილობდნენ, ხო ესე გამოდის, ანუ კი. ანუ ძალიან საინტერესო არის ეგ. რამდენსაც ალბათ დაიტევდა ადამიანის თავი ცნობიერება, ან შესაბამისად მაგითო იყო დანაწილებული პროფესიული ასე ვთქვათ დარგების მიხედვით. ხო, მიმართულებები, ხო? ჩვენ რაღაც ორი საკითხი გქონდა, რომ დავწერეთ. და პრინციპში ეს არის, ხო, ანუ სიახლეები უკვე პრინციპში ვიწყებთ, ანუ ხო, მადლობა ყველას ნდობისთვის, რომ ამდენი ადამიანი მუდმივად იზრდება და რაღაცნაირად ჩვენთვისაც ანუ საპასუხისმგებლო არის და რაღაცნაირად მე მუდმივად ვცდილობ რომ რაღაცნაირად ისეთი მიდგომები ვიპოვო, ვაკვირდებით სხვადასხვა ლექტორს თვითონ რა. ვცდილობ ავიღო, გავითვალისწინო როგორ სწავლას ვართ შეჩვეული, აი როგორი ატმოსფერო არის თქვა აკადემიურ წრეებში და ანუ მაგასაც ხო და როგორც სტუდენტის გამოცდილებიდან. ხო, სტუდენტის გამოცდილებიდან თავისთავად ხო. მაგასაც ჩვენ გქონდა ესეთი ორი კითხვა. მარიამ გვიჩიანმა დაგვიწერა ერთი თემა საინტერესო იქნებოდაო და წავიკითხავ ხო? აი შეკითხვები მაშინ. დავიკითხოთ და მე ხო, კი ბატონო, ახლა. ჩვენც ანუ მიმდინარე ლაივშიც თუ რაიმე საკითხი და გაინტერესებთ იმაზე, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ან რაზეც გინდათ რომ ვისაუბროთ, დაგვიწერეთ და ჩვენ განვიხილავთ და მანამდე ორი კითხვა მქონდა ჩანიშნული. ესე იგი, ადამიანის ჩასახვისთანავე ჩნდება სულიც, ანუ სულის, ასე ვთქვათ, ფენომენზე არის კითხვა. თუ როცა იბადება და პირველად ჩაისუნთქავს მაშინ, თუ ამბობენ, რომ ბავშვი მუცლად ყოფნის პერიოდიდან სწავლობს რაღაცებს, ცნობიერება და სული კავშირშია ერთმანეთთან, განუყოფელია, რა კავშირი აქვს ამ ორს ერთმანეთთან. აი ეს საკითხი არის ერთი გიორგი ანუ სულის ხო ანუ იოგას პოზიციიდან მოხსოვთ ხო ანუ იოგა მიეკუთვნება იმ ტრადიციას რომელშიც მოდი ასე ვთქვათ არის ტერმინი პურუშა ან არის პურუშა ტერმინი რომელიც ითარგმნება ან როგორც წმინდა ცნობიერებად რომელიცაც წმინდა ნიშნავს რომ მისთვის სხვა არ არის ობიექტი არის თვითონ თავი თვითკმარი არის. ან იგივე ტრადიციაში დრაშტურ ნიშნავს მხედველი, ან ფენომენოლოგიურად, ან პროცესი არის ახლა მხედველი.
ერთ-ერთს, ანუ შეიძლება თარგმნოთ როგორც სული, ან როგორც დაუშვათ ის მინდა ცნობიერება რა. ეს განსხვავდება ატმანისგან. პრინციპში ატმანი ზოგიერთ ტრადიციაში მოიაზრება, რომ არა ის, რომ მე ცალკე ატმანი მაქვს. ზოგიერთ ტრადიციაში მოიაზრება, რომ ატმანი ერთი უნივერსალური არის რა და არ არსებობს სუბიექტ-ობიექტ შორის გაყოფა. მაგრამ მოკლედ ესე იგი ამას გავაიგებთ თუ არა სულთანეს დამოკიდებულია იმაზე, რომ იოგების და სანქია სკოლის წარმოდგენით სულში შიგნით თვითონ არ შედის არაფერი გარდა წმინდა ცნობიერების, ანუ ჩაიტანია ნიშნავს წმინდა ცნობიერებას. ანუ მეში მხოლოდ შედის ეს და დანარჩენი ყველაფერი არის გარე ატრიბუტები. ჩაშლილი ქონა წინა ლექციაში ეგ ვიზუალიზებული, ხო? კი, ლოგიკაშიც ეგრეა. ლოგიკაში პირიქით არის, ნახე. უფრო მეტი რამე შედის, ხო, სულში? კი, ყველაფერი შედის, ანუ ყველა გრძნობები მათ შორის, ხო? კი, მორალური პასუხისმგებლობები, ენობრივი სტრუქტურირება, ესეც სულის ნაწილია. როგორც თქვა პლატონთან, რომ ანუ ლოგიკა, ემოციების სურვილები, ესეც სულის ნაწილია. და იოგა და სანქია განიხილავს ეს სულის გარეთ არის და ამათაც ემიჯნება ასე. ანუ პურუშას გარეთ არის და ეგ სად არის პრაკრიტში, ეგ დანარჩენი თუ? კი, ეგ პრაკრიტი. ანუ ეგ არის მატერიის ან ნატიფი მატერია, ანუ ჩვენი ემოციები ასევე ნატიფი მატერია და ამიტომ ექვემდებარება მატერიის, ანუ მიზეზშედეგობრიობას. ეს და ერთი მხრივ და პურუშა არ ექვემდებარება მიზეზშედეგობრიობას, ხო? პურუშა არ ექვემდებარება, რამდენადაც უცვლელი არის. უცვლელი არის, ხო, ცვალებადიანი. ხო, ანუ ის რამდენად ის რომ მაგალითად ეს ფსიქოლოგიური ფაქტორები რო არის მატერია ეს და ეს ექვემდებარება მიზეზშედეგობრივ კავშირს ამასთან ჩემი აზრით თანხმდრაში არის ჩვეულებრივად თანამედროვე თქვა ფსიქოანალიზი ან თქვა თუნდაც ფროიდიანული გაგება რომ ჩვენთან პროცესები რაც მიდის ეს არის რაღაცნაირად განპირობებული ახსნადი დეტერმინირებული პროცესები და არა დავუშვათ ანუ შემთხვევით აღმოცენებული რაღაცა. და ამიტომ ჩვენ ხო შეიძლება რომ ეგრეთ წარმოგვედგინა რომ აი რადგან აზრია, ეს აზრი რაღაცა უმიზეზოდ ჰოპ და რაღაცნაირად კონდეს რაღაც ძალიან ისეთი სპონტანობა, მაგრამ თუნდაც სიზმარს რომ ნახულობთ, აი შეგვიძლია რომ მე ვნახოთ რომ ეს სიზმრის ესა თუ ის კომპონენტი აი საიდან გადმოყვა და საიდან ასე ვთქვათ რით დეტერმინირდა ეს, ხო? და აი ამ თვალსაზრისით, ანუ იოგას შეხედულება, ანუ ასეთივე არის, რომ ის რამდენადაც ექვემდებარება მიზეზშედეგობრიობას, რამდენადაც დროში პროცესუალურად არის მიმდევრობით გაჭიმული, ამდენად ეს პროცესი ექვემდებარება, ასე ვთქვათ, ეკუთვნის მატერიას, ოღონდ ნატიფ მატერიას და ამ გაგებით, ანუ იოგების აზრით, სულს ან მეს არ აქვს დასაბამი. ის არის ანუ მარადიული და უცვლელი და ასევე მატერიასთან როდის ამყარებს კავშირს? მატერიასთან კავშირიც მუდმივი არის. ანუ დასაბამისეული კავშირი არის და შემდგომ ანუ ეს ერთიანი კავშირი, როდესაც იღებს განხორციელების გამოვლენების მაღალ ფორმას, თქვა სიცოცხლის მაღალ ფორმას, აცნობიერებს და როგორც სინათლე ემიჯნება მატერიას და ანუ რაღაცნაირად სინათლის ასე ვთქვათ, სინათლის ბუნებას ავლენს. ხო, ავლენს, ისახავს საკუთარ თავში. ხო, ანუ იოგას ასე ვთქვათ, სისტემაში ეგრე არის წარმოდგენილი. გასაგებია მე მგონი, ანუ ისეთი არის. კიდევ იყო ერთი საკითხი, იოგას და სიკვდილისთვის მზაობის თემა. გვანცავარდიშვილმა მოწერა. ხო, ეს საინტერესო შეკითხვა არის, მე უბრალოდ ესე გამახსენდა, ანუ სოკრატე, სოკრატე ასე ვთქვათ, სიკვდილისთვის მზაობას უწოდებს ფილოსოფიას. და რომ ფილოსოფოს სიკვდილის არ უნდა ეშინოდეს, ეს პირიქით გათავისუფლება არის რა. სიცოცხლე როგორც დაავადება რაღაცნაირად რა. და აი რომ სიკვდილი როგორც ამ დაავადებისგან გათავისუფლება, ხო, ალბათ იმ გაგებით რომ ანუ მარადიული სიცოცხლე გრძელდება და ეს არის ასე ვთქვათ გაცდროებითი გაცნობიერების საფუძველი და სოკრატე სიკვდილის წინ ამბობს ესეთ რაღაცას, შეიძლება ირონიულად, რომ მამალი შესწირეთ ასკლეპიოს, ანუ ესე იგი ჯანმრთელობის ღვთაებას შესწირეთ, რომ ანუ განვიკურნე, ანუ ვიკურნები და ამიტომ მადლობა, რომ კვდები. ხო, ამ გაგებით ხო, რა თქმა უნდა, იოგა არის, ანუ ასე ვთქვათ, ის ტრადიცია, რომელიც დიდი ალბათობით ჩაისახა მაგადას
ტერიტორიიდან წამოსული, ანუ ასკეტურ ჯგუფებში, ანუ ეგრეთ წოდებულ შრამანა ჯგუფებში, ხო, რომელმაც შემოიტანეს ინდოეთში დიდი ალბათობით დაბადება სიკვდილის თემა, ანუ რეინკარნაციის ან განმეორების ორი სხვადასხვა რაღაცა რეინკარნაცია. ან განმეორებით დაბადება, ხო? ხო, განმეორებითი დაბადების თემა შემოიტანეს კარმის, აი ეგეთი გაგება. როგორც მოქმედება, რომელიც ყვალს ტოვებს და განაპირობებს შემდგომი ცხოვრებების ხარისხს, რაოდენობას, გამოცდილებას, სიცოცხლის ხანგრძლივობას, ხო, დაბადებას და მის ხარისხს. აი ეს კარმის თემა შემოიტანეს ასევე მოქშას თემა, ანუ გათავისუფლების. კი, რომ აი ამ ციკლიდან დაბადება სიკვდილის ციკლიდან სრულიად გასulis კი არა და ხო, კი, აი ეგ საკითხები შემოიტანეს, რომ აი ეს განმანუ ვედების ტრადიცია არ იცნობდა ამ განმეორებითი დაბადების თითქოს ფატალიზმი იყო, რომ თქვა აი დაიბადე და მე ამ ღმერთებთან ხვდები, ხო? ან ფაქტობრივად იოგაში საკვანძო თემები დაკავშირებული არის სიკვდილისთვის საუბრის თემებთან. ხო, ანუ რაც შემოგვიყვება. ხო, ან იმის გაცნობიერებასთან, რომ სიკვდილი არ არსებობს, მაგრამ არის მეორადი მეს სიკვდილი, ანუ ასე ვთქვათ, მეორადი მეს ნიშნავს, ანუ იმ მესი, რომელიც არის ჩვენი გამოცდილებისეული, დაგროვილი გამოცდილებისეული სუბიექტის მე რომლის უკანაც არის, ასე ვთქვათ, უცვლელი და ასე ვთქვათ, მარაგი. ხო, უკანაც არის. კი, ან სხვა ტრადიციაში, ანუ ატმანი. და ამიტომ ეგ ძალიან კარგი გამოთქმა არის, ესე მგონია, ანუ სიკვდილისთვის ბზალვა, ოღონდ არა იმ გაგებით, რომ სიკვდილი საბოლოო, ასე ვთქვათ, რაღაცა არის და სხვადასხვა, ანუ იოგა ამბობს, რომ ანუ პურუშას აქვს ორი რეჟიმი, ორი ფუნქცია, ასე ვთქვათ, ერთი არის გაცვლა გათავისუფლებისკენ, ამას ქვია ააპავარგა და მეორე არის ჰოგა. განცდელი თუ გამოცდილება, რაღაც ეს გამოცდილება კი ან განცდა, აი რომ ჩვენ განვიცდით საკუთარ სხეულს, საკუთარ აზრებს და ასე შემდეგ. ხო, ეს არის რეჟიმი ჰოგა, სადაც გაიგივება ხდება ჩვენი აიგივება ხდება ანუ გონებას ინსტრუმენტთან. ა გონებასთან? კი, ბუთხისთან. ბუთხისთან გაიგივება არის ის რითაც ჩვენ იმ როლს ვიღებთ, ჩვენ როლს, რომ აი ჩვენ ვიდენტიფიცირდებით ანუ კონკრეტულ ემპირიულ როლთან ან სიტუაციასთან და რაღაც მომენტში დიდი სურათი გვავიწყდება, ხო? ანუ ეს რაღაცა აი მიმდინარე პროცესი ასე ვთქვათ, გარგავს. ხო, რამდენი ხანი არის ლაივში ვართ? 52. ხო, აი ბოლოსკენ წავიდეთ მაშინ და ჩვენ პრინციპში ივენთებზეც რომ მოვყვეთ გიორგი ჩვენს სივრცეში გავაკეთებთ პრინციპში ხო ლექციები არის ორი გქონდა ხო უკვე ტანტრაზე და იოგას ფსიქოლოგიაზე კი და ანუ იოგას ფსიქოლოგიის ციკლი უნდა გავაგრძელოთ ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და ნუ რაც ეხება ამის ირგვლივ ხო ჩვენ საიძე იოგაჯიზე დავაანონსებთ ხო ანუ კიდე არის სხვადასხვა ერთ რაღაცას გამოვეხმაურები რომ მაგაზე პოსტიც გავაკეთე რომ რა არის ასე ვთქვათ იოგას ინსტრუქტორის ვერსია შესაძლო მომავალი ანუ იარსებებს ხო ეგრეთ ხო რა ფორმით შეიძლება ვთქვათ იარსებოს და საიდან გაჩნდა ანუ ეს იდეა რომ ხო ანუ გაჩნდა იქიდან რომ იოგას რასაც ჩვენ უწოდებთ ანუ არჯიშს ხო ანუ საერთოდ არ არის იოგა და თითქმის არაფერი კავშირი არ აქვს იოგასთან აი არაფერი კავშირი არ შავასანა რომც გააკეთო 5 წუთი 10 წუთი არაფერი კავშირი არ აქვს რა თითქმის ამ თანვარჯიშს იოგასთან ხო და რატომ იგივე ვარჯიშები ანუ თუნდაც გაჩიმები იქნება თუ რაღაც წონასწორობა თუ გინდა სუნთქვები და ასანებთან ერთად იგივე კეთდება პილატესში რა. ეხლა მე გადავიკითხე, ანუ წიგნი არის, აი როგორც თქვა არის იოგას ანატომია, არის პილატესის ანატომია, ხო, ვინც გადის კურს პილატესის ინსტრუქტორობისთვის, ხო?
პატარა შედარებით მომცრო წიგნი იყო, მაგრამ არაფერი თეორიული საფუძველი, არაფერი განსხვავება არ არის. ანუ ალბათ იქაც კინეზიოლოგიის რაღაც ელემენტები არის. ყველა უნდა იცოდეს სახსარი და უნდა იცოდეს კუნთები. ხო, ეს ცხადია. და მე თუ ეს ორი რაღაც ვიცი, ან თქვა პლუს ახლა იქ თუნდქვაზე ამდენი დიდი ის და ნერვული სისტემაც არისო, ანუ ჩვენთან შედარებით ძალიან ხო, წირი ის არის, ხო, ანუ პატარა გამოდიოდა, ხო? ფიზიკურ ასპექტშიც კი, ანუ მე თუ ვიცი სხეული, ხო, მე შემიძლია ნებისმიერი ვარჯიში გავაკეთებინო რა. მინდა ძალის ვარჯიშს, ანუ ვიცი როგორ მუშაობს სხეული, ვიცი გაჭიმები როგორ გავაკეთებინო და როგორ ის მიხედვით შეურჩიო. დაზეპირებულად კი არა, რომ აი ის პოზა ლამაზი არის, სადღაც ინსტაგრამზე ვნახე და ამიტომ მე ეს პოზა მინდა გავაკეთო, ხო? ეგ კარგია ფოტოგრაფიისთვის, ხო? ანუ ჩვენ ფოტოებს რო ვიღებთ, ხო, ეს ფოტოგრაფიული ნაწილი არის. ინსტაგრამი გვეხმარება ძალიან. ხო, რა, ანუ ისე რაც ინსტაგრამული ფოტოები. ხო, ანუ ინსპირაცია შეიძლება აიღო, ან თქვა რაღაცა მოგწონს ესთეტიკურად, ან ფოტოგრაფიის ხედვაზე არის რა და რაღაცა ეგ საერთოდ ცალკე თემა არის. და აი მეორე თემა არის ის, რომ თუ მაგალითად ფიტნეს პროფესიონალმა ან დაუშვათ შენ იცი ის ვარჯიშების საფუძველი, აი რომ მოდის ადამიანი და სუსტი აქვს, თქვა კუნთოვანი სისტემა, ხო? და თქვა პერსონალურ გაკვეთილ, მე იმას გავაკეთებინებ, იმას რაც ჭირდება. ხო, ანუ მე ისეთ ვარჯიშებს შეურჩევ, ან თუ მაგალითად პრობლემა აქვს ხერხემალზე, სპეციალურ ვარჯიშებს შეურჩევ და ასე შემდეგ, ხო? ანუ განათლება იძლევა იმის საფუძველს, ანუ ინსტრუქტორს, ჩვენ ინსტრუქტორებსაც ვასწავლით, რომ არის ხელმძღვანელი რომ რაღაც დაზეპირებულით, რომ აი ჭყალებში ეს არის იოგა რა. და შესაბამისად მე ვამბობ, რომ ის ცოდნა, რასაც ჩვენ ვაძლევთ, ეს ცოდნა არის არა მარტო იოგას ასანების საფუძველი, არამედ ზოგადად ვარჯიშების საფუძველი რა. არაფერი განსხვავება არ არის. იქ არის რომ მე თქვა დინამიურ ვარჯიშს გააკეთებ თუ არა დინამიურს, მაგრამ არსით ერთია, ხო? ამავდროულად, ხო, მე იმასაც აღნიშნავ, რომ რა თქმა უნდა, ყველა კონკრეტულ დარგს აქვს თავისი პროფესიონალი და თქვა როგორც ახლა ერთი მაგალითად მომღერალი თქვა ჯაზის მომღერალიც და თქვა რაღაც როკ მომღერალი შეიძლება ერთად თავსებადი არ იყოს, ანუ ცალ-ცალკე მუშაობა ჭირდებოდეს, ამ ნიუანსები არის ძალიან ბევრი. მაგრამ საფუძვლის დონეზე, როგორც აი მუსიკის თეორიის, აი კლასიკურ მუსიკას თუ სწავლობ, ჩათვალე რომ ზოგადად მუსიკის თეორია იცი, ხო, რა საფუძველი გაქვს რა. აი ეგეთი საფუძველია. მაგრამ მე უბრალოდ თავარი რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო არის ის, რომ ეს ანუ დანვარჯიში და რაღაცა უბრალოდ არ არის იოგა, აი ეხლა რომ ვსაუბრობთ, რაზეც ვსაუბრობდით 20 წუთის წინ, ანუ იოგას სხვა ცნობიერების განზომილებაზე, აი ეგ არის იოგა. შეგვიძლია ამასაც უწოდოთ იოგა, ანუ რა პრობლემა დამკვიდრდა ესე, რომ ეს თქვა რაღაც ჭყალებში იოგა არის, მაგრამ იმდენად უკვე ერთმანეთს გავს ეს ფიტნეს ვარჯიშები თუ ეგრე ფიზიკურად კეთდება. ცოდნა რომლის საფუძველზეც უნდა ისწავლებოდეს საერთო არის სხვა ხალხს ხო კი შეიძლება გამოიგონოს ვიღაცა, მაგრამ მაინც ანუ ერთი საფუძველი აქვს ხო ამ ვარჯიშებს, ანუ რაღაცას ეყრდნობა. თუ ასე იგი ადამიანმა არ იცის რა არის მედიტაცია, აი საფუძვლიანად არ აქვს გავლილი იოგას ფილოსოფია, იმას უბრალოდ კავშირი არ აქვს იოგასთან. შეიძლება საწყის ეტაპზე იყოს ზედაპირული რაღაც კი ბატონო იწყებს ვარჯიშით და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ უკვე დრო არის რომ იოგას ინსტრუქტორებმა წაიკითხონ იოგას ტექსტები. ანუ იქნება და არ ეთანხმები და სხვა არის შენი უფრო იდენტობა, ხო? შეიძლება რომ მოგეწონოს უფრო სხვა რაღაცა. რატო ფიქრობ საერთოდ რომ იოგასთან უნდა ასოცირდებოდე რამენაირად, რომ გაჭიმებს ვაკეთებ და ხელებზე დგებით ან რაღაცა ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რასაც ნებისმიერი ტანმოვარჯიშე ჩვენზე უკეთესად გააკეთებს. და მაგრამ იმათ იმდენი აქვთ საღი აზრი, რომ ისინი არ უწოდებენ საკუთარ თავს იოგებს. ხო? და ეს რომ ანუ ინტერნეტის იოგა რა რაღაცა ყურმოკრული დაუშვათ იოგას ფოტო დავდო და რაღაცა ჯიბრანის ან რაღაცა ის მივაწეროთ ფრაზები ან რაღაც ციტატები ან ოშოს ან რაღაცა, ხო? ამას აი არ აქვს ასე ვთქვათ კავშირი რა, იმიტომ რომ შეიძლება ის ჯიბრანის აზრი სიტყვაზე უფრო მაგარიც არის ვიდრე იოგა. მაგრამ ჯერ ხომ უნდა გაიცნო.
და ხო ანუ იოგას სახელით ანუ ამიტომ არის რომ ხალხშორის ძალიან კარგი ისა მაქვს შეგრძნება რომ ის ხალხი უფრო მეტად არის დაინტერესებული და ჩვენ მიმართ ეს მოლოდინი ჩდება რომ აი ამ თემებზე ვისაუბროთ და ეს აინტერესებთ ანუ ხვდებიან რომ ის არ არის საკმარისი და საჭირო არის ანუ ან მაგალითად რომ თქვა შეიძლება ვიღაცას წლების წინ აქვს ჩვენთან გავლილი კურსი და ეხლა თქვა აპირებს რომ გაიაროს იოგას ფილოსოფიის კურსი რა და მედიტაციაც არა იმ გაგებით რომ აზრი გააჩეროს და ასე არამედ ცნობიერებისეულად სიღრმეში შევიდეს ხო ამ სიღრმეზე მედიტაციით ხო რა თორე ის ვარჯიშები ხო ან რაღაცა თქვა ცალი ფეხის დაჭერა რაღაცა ეს ვარჯიშები ნებისმიერ თან ვარჯიშში აბსოლუტურად ისე გვხდება და სუნთქვასაც ძალიან კარგად აქცევენ თუ მათაც პროფესიონალი ტრენერი ხავთ ამას ისედაც ყველამ უნდა მიაქციოს ყურადღება ანუ ეს არავითარი უნიკალურობა ამაში არ არის რომ ანუ პილატესშიც ისევე მნიშვნელოვანი არის სუნთქვა ვარჯიშების დროს სწორი სუნთქვა ყველა თუნდაც დაარბოდე და ასე შემდეგ როგორც მაგალითად ცალკეული ასანების შესრულების დროს რა აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ანუ იოგას სიღრმის საპოვნელად მნიშვნელოვანი არის რომ კონცენტრირდეთ ეგეთ საკითხებზე ანუ თვითონ იოგას შიგნით ანუ ფილოსოფიური თვალსაზრისით და თეორიული თვალსაზრისით უფრო მეტი შემეცნება იქნება ზუსტად იმის აწინდარი რომ მარტივად გამოვარჩიოთ ერთმანეთისგან რას შეიძლება ერქვას იოგა და რა შეიძლება იყოს ანალოგი რაღაც ფიზიკური სავარჯიშოების. ხო, უკვე დრო არის თუ თვითონ ტექსტთან ახლოს ვიმუშაოთ და ანუ ერთი რაღაცა არის კიდევ მნიშვნელოვანი რომ მაგის გარეშე უბრალოდ პრაქტიკა არ არსებობს. ნახე, ჩვენი მიდგომა არის ანუ საინტერესო და მნიშვნელოვანი ჩემი აზრით იმით რომ ჩვენ გვაქვს კრიტიკული დამოკიდებულებაც, ანუ ამ კრიტიკულ დამოკიდებულებას ვინ არჩუნებს და ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი. ანუ ის კი არა რომ მაგალითად ვიღაცა ამბობს რომ რაღაცა ეს ქვები გაიკეთეთ ძვირფასი ქვა, ასტროლოგია, ნუმეროლოგია და ეს რა გავლენას ახდენს და შენ იჯერებ ამას. კრიტიკულ აზროვნებას თიშავ და რაღაცნაირად უბრალოდ იჯერებ რაღაცას რა. ყოველგვარი ემპირიული დადასტურების ხო, ანუ ადამიანს რომელსაც აქვს კრიტიკული აზროვნება, ამას გადახედავს, ხო? ანუ მარტივად. ეს მნიშვნელოვანი არის ძალიან და ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ კრიტიკული მიდგომაზე უფრო მაღლა დგას, მაგალითად, რაღაცა წყალებში პრაქტიკული მიდგომა. იმიტომ რომ პრაქტიკა ჯერ უნდა იცოდე რა არის სწორი პრაქტიკა და მერე არის ანუ ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცა რომ თვითონ იოგა არ მოგიწოდებს შენ პრაქტიკას მანამდე სანამ არ გაერკვევი მასში იმიტომ რომ იქ არის ისეთი ნიუანსები პრაქტიკაში რას გულისხმობ მედიტაციები ხო ანუ პრაქტიკული ხო ესე უშუალოდ პრაქტიკა რასაც შეიძლება და არა ის სტანდარტში პირობითად არა საერთოდ ანუ კლასიკური პრაქტიკა პრაქტიკა იოგას პრაქტიკა არის მედიტაცია მედიტაცია არის იოგას პრაქტიკა და ასანები. ხო, პრინციპში ისეთი მედიტაცია, რაზეც შენ საუბრობ, ანუ გარკვეულ თეორიული ჩარჩოს გარეშე, ვერც შეიძლება რომ ხო, რაზე უნდა იყოს, ანუ რაზე უნდა ვიმედიტიროთ, რა შინაარსზე, ხო, თუ არ არსებობს თვითონ შინაარსი. მაქსიმუმ არის, აი თქვა და დააკვირდი აზრებს და დავუშვათ აი ეს რომ თქვათ ან შეეცადე რომ დაამშვიდო და ასე შემდეგ. რაც სრულიად სხვა პროცესი არის, რაც ასე ვთქვათ, შეიძლება რაღაც მომენტში რაღაც ელემენტი იყოს, მაგრამ მას არავითარი საფუძველი არ აქვს, ასე ვთქვათ. ადამიანის ცნობიერებაში, ასე ვთქვათ, ამ გამიჯვნას საკუთარ აზრების მიმართ, ანუ არავითარი საფუძველი არ ექნება, ეს არის როგორც ასე ვთქვათ, მოდი კარგი რაღაცა არის და მოდი დამაჯერებელი არის, რომ აზრები თითქოს თავისით ხდება, ესე კი არა მე ვარ პასუხისმგებელი ჩემს აზრებზე, არამედ ის რაღაც კოსმოსი ფიქრობს ჩემზე, დაუშვი ეს თეორია და ამქედან გამომდინარე მე ვცდილობ რომ ეხლა ასე მოვერგო და რაღაცნაირად გავემიჯნო, ხო? ხო, ამიტომ ეს არის ანუ ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ იოგა მუშაობს გააზრებით და ანუ იოგაში მანტრასაც აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მანტრის გააზრებას და არა უბრალოდ გამეორებას. ეს ასე ვთქვათ იოგაში გადამწყვეტ კლასიკური იოგას გულისხმობ, ანუ პატანჯალის
დოქტრინას. აი, ეხლა რეალურად ეს რაღაც სამომხმარებლო კონტექსტი რაც გააჩნია დღეს, ანუ ამ რაღაც იოგა ტანვარჯიშს და რაღაც ესეთ პრაქტიკებს, ხო? ანუ ამის გადახედვა და გადააზრება რეალურად დაიწყო ეხლა, ხო? ჩვეულებრივად დაწყებული არის და ზუსტად ამის გარშემო ასე ვთქვათ, ხდება ზუსტად ის სამუშაოები, რაც არის აი ეს აკადემიურ ნაწილში, ვთქვათ, კვლევები, რაღაცების გადახედვები, ხო? ანუ ეს რომ ანუ რაღაც სახით, ანუ ეს რაფინირებული იოგა, ვთქვათ, ან არ ვიცი, ეს მიდგომები, რაც არსებობს, ანუ გასული საუკუნის პროდუქტია, თუ როდის შეიქმნა, იმიტომ რომ ეხლა აშკარად საპირწონედ სხვა ტენდენციები არის, ხო? აი როდის შეიქმნა, ხო? ბუდიზმში მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო ეს ასე ვთქვათ, სეკულარული ბუდიზმის მოძრაობები, რაც არის ასე ვთქვათ, ბუდიზმის ელემენტები და არა ბუდიზმი. სინამდვილეში არ არის ეგ ბუდიზმი, ანუ ხო, ანუ ძალიან პოდკასტშიც საინტერესოდ იქნება განხილული. და ასევე იოგას ასე ვთქვათ, მარტივება ან რაღაცა ეგეთი პროცესები ან რაღაცად მორგება რა. ანუ მე-19 საუკუნიდან მოყოლებული იწყება ეს პროცესები. და მეცნიერული მიდგომა ამ შემთხვევაში გაცნობიერებული უფრო მეტი არის ვიდრე ადამიანი რომელიც პირდაპირ იწყებს რაღაცის პრაქტიკას რატო? რომ იმისი twin არ უშვებს იმას რომ მუდმივად ამოწმებს. ეს სწორია თუ არა. ანუ ეს არის რაღაცნაირად ასე ვთქვათ მუდმივი, ასე ვთქვათ, ხედვის მდგომარეობაში, რომელიც მოიაზრებს არ დაშვებას სიყალბის. რომ მაგალითად მე შეიძლება მოვიხიბლო მედიტაციის რეკლამით და ამიტომ დავიწყო ეს მედიტაციები ან რაღაც მანიფესტაციები, ხდები? და ამ დროს ეს იმდენად მიმზიდველია, რომ მე ჩემ თავს აღარ უსამკითხავს, ეს იქნებ საზიანოა საერთოდ. და ბევრი არის კიდეც, ხო, ანუ ფსიქიკისთვის საზიანო, მაგრამ ეს მიდგომა, რომლითაც ის რომ მე რადგან მომწონს და მიზიდავს, ამიტომ ვიღებ როგორც სწორგზას, ეს ორი სხვადასხვა, ანუ სწორი სხვა არის და ანუ ასე ვთქვათ, სასურველი სხვადასხვა რაღაცაა, ხო? და აი ესეთი მიდგომა მუდმივად, ასე ვთქვათ, ფრთხილი მიდგომა არის, ანუ მე დაკვირვება და ეს უფრო მედიტაციაა, ვიდრე ის რომ რაღაცა პრაქტიკას ნელად, ანუ მიყვებოდე რა რაღაცას ყოველგვარი შემეცნებითი საფუძვლის გარეშე. კრიტიკული აზროვნების გარეშე. ხო, კრიტიკულს რო ახსენებდი, მაგმიდგომის შინაარსიც ეგ არის, რაღაცა იღებს, რაღაცა თქვა ჩინური, რომელიღაცა ბუდიზმის პრაქტიკებს და აკეთებს. იმის გარეშე რომ ეგრე ჯერ რამდენად სწორად არის გადმოღებული, რამდენად ეგ საერთოდ სწორი არის, რამდენად თუნდაც საბოლოო ჯამში სასარგებლო არის, ხო? შეიძლება იყოს, შეიძლება არ, მაგრამ შენ ხო უნდა გაიაზრო. დასვა კითხვა, ხო, რაღაცა გაიარო. კი, ამიტომ მაგაგებით, ანუ კვლევრის მდგომარეობა არის მედიტაციური მდგომარეობა, რომელიც ასე ვთქვათ, არის ბჭყალებში თუნდაც ჭეშმარიტების ქურუმი, რომელიც არ უშვებს, რომ ის რაც მიმზიდველია, ის გაასაღოს ან მიიღოს როგორც სწორი ამავდროულად. სასურველი და სწორი არაურიოს ერთმანეთში. ამის მთავარი არგუმენტი ის არის, რომ რატომ არსებობს ამდენი განსხვავებული სექტები და მიმდინარეობები გინდაც იოგაში, გინდაც ბუდიზმში. თუ ეს მეთოდი არის მეცნიერული, ხო? ხო, იმაზე და ხო არავინ დაობს ადამიანს რამდენი გული აქვს, ხო? თქვათ რა ის არის, თქვათ, მეთოდით თუ დგინდება რეალობა, მაშინ რეალობის მიმართ ამდენი განსხვავებული რაღაცა ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ის მეთოდიც, ანუ ესეთი არგუმენტი რო იყოს, რომ შენ ვერ გაიგებ რა არის თუნდაც მედიტაცია, ან რაღაცა თუ არ გამოცდი და ვინც გამოსცადა, ისინი ხო მაინც ვერ თანხმდებიან. რომელიც არის სწორი. ანუ მანდაც ხო არის კიდე განსხვავება და ამიტომ უფრო ეს მიდგომა, ანუ მეტაანალიზი არის, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ზოგადად, გაცილებით უფრო მეტი არის ვიდრე რაღაცა რომელიღაცა თქვათ აი სექტანტური რაღაც მედიტაციები ან რაღაცა ისეთი პრაქტიკა. ეს სხვადასხვაის, ანუ ძალიან
გვეხმარება ცხოვრებისეულ ნავიგაციაში. თქვა ხო, ზოგადად ანუ ეგეთი მეთოდით თუ არც მიდგომით რომ შევხედოთ სამყაროს ალბათ უფრო ნაკლები შანსია რომ სადღაც ისეთ ადგილას აღმოჩნდეთ რაც ჩვენს ინტერესებში არ შევა იმ კონკრეტულ მომენტში და ჩვენ საჭიროებებში არ იქნება გათვალისწინებული. ძალიან საინტერესო. მადლობა მოკლედ საუბარი პირიქით მადლობა. მგონი ხო არ დაუწერიათ რამე. მე ბოლოს რომ ნახე. ეს ორი შეკითხვა ხო? ხო, ეს ორი შეკითხვა იყო. კი, მეტი არ დაუმატებიათ. მადლობა და დროებით, მეგობრებო. მადლობა.